მაკროკოდის წერის დროს გირჩევთ გააფორმოთ თქვენი მაკრო კომენტარებით. პირველი სახის კომენტარი ეს არის ის ველი, სპეციალური ველი, რომელიც თითოეულ მაკროკოდის ხაზს ახლავს. მაგალითად აქ შეგვიძლია დავწეროთ ცვლადის მნიშვნელობის მინიჭება. ესეც დავუშვათ მეორე და ასე შემდეგ. თითოეულს შეგიძლიათ დაუწეროთ, დავუშვათ საშუალო მეთოდის გამოძახება და ასე შემდეგ. მეორე ტიპის კომენტარი ეს არის უშუალოდ მაკროსის ბრძანების ხაზში კომენტარის გაკეთება. მაგალითად შეგიძლიათ წაშალოთ ეს ცვლადი ან დატოვოთ ისევე როგორც არის, გააკოპიროთ და გამოყოთ ერთი პორცია მეორისგან და ბოლოში დაუშვათ დაუწეროთ საშუალოს გამოთვლა და ანუ აღწეროთ ის რისთვისაც არის ეს ქვემაკროსი და ასე შემდეგ. ოღონდ ასეთ შემთხვევაში ბრძანების ხაზში კომენტარის გაკეთების დროს არ დაგავიწყდეთ კომენტარის მონიშნა, რადგან თუ თქვენ არ მონიშნავთ, შესრულება გავა შეცდომაზე და ასეთ ბრძანებას სისტემა ვერ აღიქვავს, ამიტომ დააკომენტარეთ და შეინახეთ ესეთი მაკროსები. მაკროსის კომენტირება გაგიადვილებთ მომავალში მის ანალიზს და დაგეხმარებათ ამ მაკროსში ცვლილებების შეტანაში. გარდა ამისა, თქვენს მიერ დაკომენტარებული მაკროსი ადვილად გასაგები იქნება თქვენი კოლეგისთვის.